მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, ტრადიციულად ვიწყებ ჩემს ავტორო გადაცემას წუთისოფელი. როგორც მოგეხსენებათ, წუთისოფელი ეს არის გვარების წინამძღოლთა დარბაზზე აგებული და ყოველი გადაცემის დროს მოყვავს გვარის წინამძღოლები, ამ გვარის წარმომადგენლები, რამე თუ თავიანთი გვარის მოკლე ისტორია გადავცეთ საზოგადოებას და მომავალ თაობას. სანამ წარმოგიდგენდეთ პიროვნებებს, მანამდე პირველ რიგში მინდა დიდი მადლობა უთხრა საპატრიარქოს, ჩვენ ეკლესიას, ჩვენ მამაოებს, მამა ანდრია ჯაღმაიძეს იმისათვის, რომ ეს პროექტი და ეს ყველაფერი გადის და გვაქვს საშუალება გვარის წინამძღოლებს და დარბაზს, რომელიც გვარების სრულიად საქართველოს გვარების წინამძღოლთა დარბაზი, რომელიც დაარსა ჩვენ მოუწმინდესმა და უნიტარესმა ილია მეორემ, გვაქვს საშუალება, რომ ეს დარბაზი მართოთ და დარბაზში შემოვალი გვარის წინამძღოლები თავიანთი ისტორია გადასცეს გვარს. აქედან კიდევ დიდი მადლობა მინდა უთხრა ტელევიზიის ხელმძღვანელობას, რამე თუ ქართული TV ეს არის სუფთა ქართული, კარგი ტელევიზია და სულდგმულობს მართლა სუფთა ქართული შემოწირულობებით და დიდი მადლობა მათ. აგრეთვე მადლობა მინდა უთხრა გვარის წინამძღოლებს და გვარის წარმომადგენლებს, გვარის შვილებს, რომლებიც მარტო ტელევიზიაში გამოსვლით და თავიანთი ისტორიის გადაცემით კი არა, არამედ სხვა საქმიანობასაც ეწევა, საშვილიშვილო საქმიანობას, ეროვნულ საქმიანობას და სხვათა შორის გუშინ მოხდა ასეთი რამე ბათუმში ერთ-ერთი სოფელში დიდი ჯვარი დადგეს და დიდი მადლობა მათ, რომ ბათუმში და ქობულეთში მიდის ძალიან დიდი ქრისტიანული ასეთი ღონისძიებები. დიდი მადლობა მინდა უთხრა იქ ბათუმის გვარის წინამძღოლებს, იმ წარმომადგენლებს, ვინც ძირითადად ბათუმში ცხოვრობენ. ეხლა კი ჩემო ძვირფასებო, მინდა ერთი ინფორმაცია მოგაწოდოთ, რომ 2 აგვისტოს ჩვენ გვექნება, გვაქვს 2 აგვისტოს არის ილიაობა, ილიას ჩვენი წმინდა ილია მეორის დღე არის და ყოველთვის აღნიშნავთ ხოლმე სამების საკადრო ტაძარში და ეხლა ამ ზაფხულზე გვინდა რომ ეს ილიაობა ჩვენ გასვლითი ღონისძიება გავაკეთოთ და ბორჯომში ვაპირებთ გაცვლას. ბორჯომში ვართ მოლაპარაკებული უკვე იქ ტაძარში, ეკლესიაში აღვავლენთ წირვას, სანამ ამ ღონისძიებას დავიწყებდეთ და მე ამ წირვის შემდეგ ჩავატარებთ თათბირს და რა თქმა უნდა ჩვენი ღონისძიება ჩატარდება ეს ილიაობა ჩავატარებთ. ამიტომ აქედან მინდა უთხრა გვარის წინამძღოლებს, რომ 2 აგვისტოსთვის მოემზადონ ბორჯომში გავალთ და იქ ჩავატარებთ ამ ყველაფერს. ჩვენ იცით თქვენ რომ ვაპირებთ გვარის წინამძღოლთა დარბაზი, ვაპირებთ წიგნის გამოცემას. ამ წიგნი იქნება წინაპართა ფესვებიდან აღმოცენებული ქართული გვარები. ილია მეორის ეპოქა. ამ გვარების ამ წიგში თითქმის უკვე 80-მდე გვარის წინამძღოლმა გამოგზანა მასალები, რაც საჭირო იყო წიგნისათვის. პირველ ტომში იქნება 100 გვარი, 20-15 გვარის დარჩა ადგილი, პირველ ტომში რო ეს ჩვენ გავაკეთოთ. ამიტომ დიდი მადლობა მათ, ვინც თავის დროზე ყველაფერი გადმოგზანა. იქ არის მითითებული ტელეფონები, სადაც უნდა დაუკავშირდეთ. ამ ჩემი გადაცემის ცვლილობის დროსაც ტელეფონი წერია და ვისაც სურვილი აქვს გვარის შვილებს, შეიძლება გვარის წინამძღოლი მოიკოჩლებს, მაგრამ რომელიმე გვარის წარმომადგენელს, ადამიანს, პიროვნებას სურვილი აქვს, რომ მიიღოს ამ წიგნში მისმა გვარმა მონაწილეობა, ეს იქნება საშვილიშვილო სამაგიდო წიგნი, რომელიც იქნება ძალიან განსხვავებული და ძალიან კარგი. და ჩვენ გამოაქვეყნებთ აუცილებლად გვარებს, იქეთ კვირაში ალბათ, რომელმა გვარებმაც უკვე ყველაფერი შეავსეს და გამოგზავნეს, რაც წიგნში უნდა იყოს. ეხლა კი მინდა გაგაცნოთ 2 ძვირფასი გვარის წარმომადგენლები, ქალბატონი ნორა ჩალაბაშვილი,
თავისი გვარის წინამძღოლი და როგორც ვიცი ბიზნესმენი. აგრეთვე ნუგზარ მღდელაძე თანათავმჯდომარე მღდელაძეების ფილოლოგიის მაგისტრი. დავიწყოთ ალბათ ქალბატონს დაუთმოთ ცოტა პრივილეგია მივცეთ ქალბატონს და ქალბატონო ნორა, როდის დაილოცა გვარი, რამდენი ხართ გვარში და რომელი ხატი აირჩია გვარმა სადიდებლად? გვარი დაილოცა 2022 წლის ბატონო. გამარჯობათ, მოგესალმებით. მე ვარ ნორა ჩალაბაშვილი. ჩალაბაშვილთა გვარის წინამძღოლი პატივი მერგო ამის. ეს იყო ბატონი თემურის ინიციატივით და ახლა მოგიყვებით ჩვენი გვარის ისტორიას. ჩვენი გვარი დაილოცა 2022 წელს და საგვარეულოს წმინდანად მივიჩნიეთ ჩვენ წმინდა ნინოს ხატი და რომელიც უნდა ასე დაგპირდა ჩემამდე ვინც იყო წინამძღოლი, რომ აღნიშნული ხატი უნდა გადაგვესვენებინა ბოდვის წმინდა ნინოს ტაძარში, ვინაიდან ჩვენი ზედაში იქვე 150 მეტრშია და ვერ მოასწრო თავისი ავადმყოფობის და შემდეგ გარდაცვალების გამო. რამდენი ხართ გვარში? გვარში ვართ დაახლოებით, ჩვენი გვარი დიდი არ არის, დაახლოებით 400-450 ადამიანი. პატარა გვარია. პატარა გვარი. გამრავლება გჭირდებათ. გჭირდება, ხო, რომელი საუკუნიდან იწყებს სათავე? მე-16 საუკუნიდან არის აღებული სათავე, მე-17 საუკუნეში უკვე გავრცელებულია 1679 წელია პირველი თარიღად დასახელებული. ამბობენ რომ ისტორიული წყარო ამბობს რომ ჩვენი გვარი არის ეპონიმური, ანუ სახელისაგან შემდგარი. ყოფილა ჩალაბა სახელად, რომელიც ყოფილა მოიჯარადე თბილისის ზარაფხანის და შემდეგ ის დასახლებულა, გამრავლებულა, ცხოვრობდა ავლაბარში, იყვნენ 3 ძმები, მერე თათრების შემოსევა იყო და გაასახლეს იქიდან, სადღაც სხვაგან გადაასახლეს, მაგრამ ერეკლე მეფემ მერე ისევ დააბრუნა. დღეისათვის ჩალაბაშვილები ცხოვრობენ სიღნაღის რაიონში, თვითონ სიღნაღში, საკობოში, უმეტესი ნაწილი ძველანაგაში, სოფელ ძველანაგაში, არიან ლაგოდეხში, არიან დედოფლის წყაროში, არბოშიკში. იგივე შეკითხვას უპასუხოს ბატონმა ნუგზარმა და მე ისევ დაგიბრუნდებით. ბატონ ნუგზარ, რამდენი ხართ გვარში, როდის დაილოცა გვარი და? გვარი დაილოცა 2013 წელს. ჩვენი ხატი არის წმინდა ნიკოლოზის ხატი. ეს შემთხვევით არ ყოფილა, იმიტომ რომ ითვლება რომ მღდელაძეები იყვნენ შეძლებულნი ხმები ამბროლაურის რაიონში არსებული ნიკოლოზ წმინდის ნიკორწმინდის ტაძრისა. მისი მსახურები იყვნენ ისტორიულად. გვარის დედაფუძე არის სოფელი ღადიში, ამბროლაურის რაიონში, ანუ ასეთი სოფელი. ცოტანი ვარ ჩვენს. თვითონ მღდელაძე სულ არის 293 სული, მაგრამ აქედან არის კიდევ 2 გვარი წამოსული, ეს არიან მღდელიძეები და ღდელაძეები. ერთის რაოდენობა არის 67, ერთის 25. ანუ სულ ჯამში ამ 3 გვარის რაოდენობა 400 არაჯანობს. ეხლა ბოლო 12 წლის მანძილზე შეიძლება ითქვას, რომ მე თვითონ ვარ მომსწრე არაერთი პატარა მღდელაძის დაბადებისა, მაგრამ გარდაცვალებაც ბევრი იყო. ასე რომ ბალანსი რო შეიცვალა ამ დადებითისკენ, ან უარყოფითისკენ, ამას ვერ ვიტყვი. ალბათ ის ბალანსი შემარჩუნდა. ისე როგორც საერთოდ ქვეყანაში და საქართველოშია დემოგრაფიული მდგომარეობა
მთლიანად ქვეყნისა ვიცით რომ არ არის სახარბეო და არ ჩვენი გვარის მდგომარეობა არ არის სახარბიელო. Შეიძლება ვთქვა რომ აი ამ ღადიშიდან ამ ფუძე ადგილიდან გველაძეები არიან განსახლებულები იმერეთში, ქუთაისში, ხარაგაულში, არიან ხაშურში, ერთი ოჯახია ხაშურში, თბილისში, რუსთავში და არიან აგრეთვე საგარეჯოში, სოფელ გიორგიწმინდაში და ანთოქში. Este პაპაჩემისგან მაქვს მოსმენილი მიხეილ მღვდელაძისგან, სამი მღვდელაძე წამოსულა, სამი ოჯახი ღადიშიდან მე-18 საუკუნის ბოლოს დასახლებულა გიორგიწმინდაში და ესე იმენენ ხის ხელოსნები. ხეზე მომუშავე ადამიანი და ფეხსაცმელებს, ხის ფეხსაცმელებს აკეთებდნენ. ქოშებს აკეთებდნენ და აი გიორგიწმინდაში, სოფელ გიორგიწმინდაში არის კომპაქტურად დასახლებული მღვდელაძეთა უბანი და მას სახელები ეძახენ მექუშიათებს და საიდან წამოვიდეს გვარი მღვდელაძე? მღვდელაძე როგორც ჩანს ხელობის სახელი ხო წარმომავლობა ერთ-ერთი პირი ყოფილა მღვდელი და აქედან ეს არის ვარაუდი, მაგრამ რაღაც დოკუმენტი ამისა ჩვენ არ მოგვეძებნა. პირველი დოკუმენტი, რომელიც თარიღდება 1554 წლით, სადაც არიან მღვდელაძეები მოხსენიებული, ეს არის იმერეთის მეფის ბაგრატ მესამის სიგელი. აი ამ სიგელით ბაგრატ მესამეს თურმე აუდგენია დაკნინებული ნიკორწმინდის ტაძარი, ის გაუმშვენებია, ეს მონასტერი გადაუქცევია ბაგრატ მესამეს საეპისკოპოსო ტაძრად, იქ დაუნიშნავს მთავარ ეპისკოპოსი მანუელი და შემდეგ შეუწირავს არაერთი სოფელი და გვარი კომლია ნიკორწმინდის ტაძრისთვის და აი ამ დიდ ნუსხაში არიან მოხსენიებული მღვდელაძე ორი კვამლი მღვდელაძეთა სოფელ ღადიშიდან შეუწირავს ბაგრატ მესამეს ნიკორწმინდის ეკლესიისთვის. ისე იგი სახასოხმები ყოფილა მღვდელაძეები საეკლესიო და გამხდარან შემდეგ საეკლესიო. ხო, ანუ სამეფო ხმობიდან ისინი სტატუსი შეცვლიან და გამხდარან საეკლესიო ხმებად. აი ესეთი ამბავია და აგრეთვე შემდეგ ჩანაწერებში, რომელიც არის მე-16 და მე-17 საუკუნის ნუსხებში, იქ ჩანს, რომ მღვდელაძეთა ზოგიერთი წარმომადგენელი გამხდარა ხელოსანი. ხო, ხელოსანი ნიშნავს რაფაელ ერისთავის განმარტებით ან მოურავის მოადგილეს თანაშემწეს, ან დაბისა და სოფლის მამასახლის, ანუ გამგებელს. ისე იგი თავადები ასე აკეთებდნენ, აწინაურებდნენ ხოლმე გლეხებს და ნიშნავდნენ სოფლის მამასახლისება და ერთ-ერთი ჩანაწერი არსებობს, ეს გახლავთ მე-17 საუკუნის ჩანაწერი, სადაც წერია, რომ როდესაც თავად წულუკიძეს შეუწირავს რამოდენიმე გლეხი სოფელ ნიკორწმინდისთვის, იქ ერთ-ერთი მოწმე ყოფილა ვინმე სულთან მღვდელაძე, რომელიც ყოფილა ხელოსანი. ისე იგი თავად იწირავს გლეხებს ტაძარს, ამ მის შეწირვას ადასტურებს სანიკიძე, ვინმე რომელიც ყოფილა მეორე და მასთან ერთად ადასტურებს ამ ფაქტს ხელოსანი მღვდელაძე. ისე იგი ხელი მოუწერია ამ დოკუმენტისთვის მასაც. აი ასეთი საერთოდ მღვდელაძეები ყოფილა გლეხთა სოციალური ფენიდან, მაგრამ ზოგიერთი წარმომადგენელი ყოფილა დაწინაურებული მათ. ეხლა თქვენ რას ვეთქვით კიდევ თუ ხავთ საეკლესიო პირი გვარში? დიახ. დიახ. ჩვენს გვარში მე არ ვიცნობ, მაგრამ ყოფილა მირიან ჩალაბაშვილი, მღვდელმსახური. ყავს ბიზნესმენები. ისაუბრეთ, კი ბატონო, გვარზე ისაუბრეთ. მეორე სამამულო ომში, მეორე მსოფლიო ომში ჩალაბაშვილების გვარიდან წასულა 38 ადამიანი და აქედან 16 აღარ დაბრუნებულა. მათგან ვინც დაბრუნდა 3 ადამიანი, გიორგი ჩალაბაშვილი, დავით ჩალაბაშვილი და ზაქარია ჩალაბაშვილი. დაბრუნდნენ მედლებით დაჯილდოებულები და დამშვენებული. ჩვენ გვყავს კიდევ გვარის უთვალსაჩინო ესი წარმომადგენელი თემურ ჩალაბაშვილი,
რომელიც იყო პოეტი, წერალი, ჟურნალისტი, თბილისის საპატიო მოქალაქე, სიღნაღის საპატიო მოქალაქე და საერთოდ საქართველოს დიდი ჭირისუფალი. რომ შეეკითხებოდი, თემურ როგორ ახარ? სამშობლოზე უკეთესად არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება იყოს ადამიანიო. ჯერ უნდა იყოს სამშობლო კარგადო. ასეთი პასუხი იცოდა ხოლმე. თუნებას მომცემთ მოკლედ დავახასიათებ. თემური დაბადებული 1951 წლის 12 ნოემბერს და გარდაიცვალა 2023 წლის 27 დეკემბერს. ეს არაჩვეულებრივი პიროვნება, საქართველოს პატრიოტი, ჭირისუფალი, გამორჩეული პიროვნება იყო. ჩვენი გვარის წინამძღოლი იყო, რომელმაც დამასახელა მე გვარის წინამძღოლად დარეკა საპატრიარქოში და უთხრა, რომ ჩემს შემდეგ დაურეკეთ ხოლმე ამ ადამიანსო და ოჯახშიც განაცხადა, რომ ეს იქნებაო და ჩემი დიდი ნდობა ქონდა, ნახოთ როგორ გავამართლებ. ჩვენი საგვარეულო დავარეგისტრეთ 2020 წელს. რა თქმა უნდა, მაშინ ავირჩიეთ თემური გვარის წინამძღოლად. სანამ გარდაიცვლებოდა, იქამდე თემური იყო და მე გარდაცვალებამდე დამასახელა მე. ჩვენი გვარის დალოცვა მოხდა კავშირი შექმნილი გაქვს. კავშირი შექმნილი გაქვს, დიახ. ანგარიშიც გახსნილი. ყველაფერი, კი, იყო, ყველაფერი გავაკეთეთ. ხატიც დაიწერა, რაღაცებიც გაკეთდა, ჩვენ გვინდოდა კიდე რემონტებია და აღვედგინა ჩვენი საგვარეულო ზედაშე და გაგვიკეთებინა რეგისტრაცია მისი ადგილმდებარეობის იმ მიწის, რომელიც ვერ მოახერხეთ დღემდე და ალბათ ამას აუცილებლად უნდა მიეხედოს. ჩვენ მარტო ბიძაშვილები კი არ ვიყავით, ცოტა თითემურზე გავაგრძელებ. სულიერი მეგობრები ვიყავით. ძალიან გვეყვარდა ერთმანეთი. დილას დიდებული პიროვნება იყო ბატონი თემური და თენია დამირეკავდა, მე შენს გარდა ამას გაუბედავდიო 100 ადრე რომ დამირეკავდა, წამიკითხავდა ღამე დაწერილ თავის ლექს. იცი, იმდენი რამე მაქვს გასახსენებელი, რომ ამას ერთი გადაცემა რა თქმა უნდა არ ეყოფა. გაიხარეთ მე. და ამით ჩვენ ძალიან სულიერად დავზარალდით, ასე ვთქვათ, ძალიან გვედგინა გული. ის არასოდეს არ იქნება გარდაცვლილი, თუ თქვენ მის საქმეს გააგრძელებთ და ყოველ დღე მისი ხსენება, ყოველ დღე მისი სანთლისთან. აი, რა სიტყვით ჩალაბაშვილებზე, რა გინდათ უთხრათ, რა თხოვოთ? აი, რაც გაქვთ, აბა ბრძანეთ. თხოვნაც იქნება ეს და შემოძახილიც იქნება. ჩემს მამას გიორგი ჩალაბაშვილს ძალიან უყვარდა თავის გვარი და არ ცხოვრობდა იქ, სადაც უნდა ეცხოვრა, თავის სოფელში არ ცხოვრობდა და სულ ენატრებოდა, სულ ახსენებდა ის ჩემი ბიძაშვილი ის, მოკლედ. და მე ახლა დავთანხმდი კიდევ ნახევარი, იმიტომ რომ ჩემი მამას ხსოვნისთვის, რომ იმას იქ გაუხარდება. მე ჩალაბაშვილებს ვეტყვი, რომ არა ვართ ბევრი, ძალიან ცოტანი ვართ. ძალიან, რა ვიცი, ჩვენზე პატარა გვარი ალბათ იშვიათად მოიძებნება საქართველოში და ყველა გავერთიანდეთ, ყველა შემოგვეხმიანეთ, გახსნილია ჯგუფი ჩალაბაშვილების. ყველა შემოგვიერთდით. მოვეფეროთ ერთმანეთს, მოусმინოთ ერთმანეთს და რაც გასაკეთებელია გავაკეთოთ, რაც შეგვიძლია ის გავაკეთოთ. გაიხარეთ ხოლმე. მიყვარს ყველა. თხოვთ გააგრძელოთ თქვენ საუბარი. ესე იგი მე კიდევ ერთ ჩანაწერზე გავამახვილებ ყურადღებას შორს არ წავა. ესე იგი მე-16 საუკუნის ერთ-ერთ საარქივო ჩანაწერში არსებობს ასეთი ცნობა. ლეჩხუმში, ცაგერის რაიონში არის სოფელი თაბორი, ამ თაბორში არის ჯვარცმის ეკლესია. ამ ჯვარცმის ეკლესიაში ინახება მე-11 საუკუნის ოთხთავი. და ამ ოთხთავზე, ესე იგი მე-16 საუკუნის ბოლოს ყოფილა ასეთი წარწერა გაკეთებული, კერძოდ ლუკას სახარების მე-7 გვერდზე. ესე იგი შეუნდოს ღმერთმა ივანე ქარსელაძესა და
მეუღლესა, მისსა, მშვენიერსა, მღვდელაძესა. ისე იგი, აქედან ირკვევა, რომ ეს მღვდელაძის ქალი ყოფილა გათხოვილი ლეჩხუმში, ქარსელაძეზე და სავარაუდოა, რომ ეს ქარსელაძე იყო ეკლესიასთან დაახლოებული პიროვნება, ან სახარების გადამწერი, შეიძლება ითქვას, იმიტომ რომ ასეთი პატივი, რომ სახარებაზე 4 თავზე მიეწერა სახელი და გვარი და შენდობის მინაწერი გაეკეთებინა, ეს მხოლოდ შეეძლოთ იმ დიდებულებს, რომლებიც სწირავდნენ ეკლესიას რაღაცას დიდს, ან კიდევ თვითონ იყვნენ ეკლესიასთან დაახლოებული პირები და როგორც ჩანს, ეს მისი მეუღლე ჩვენიერ მღვდელაძეც არ არის ტყუილად მოხსენებული. შეიძლება ამ ქალბატონსაც მიუძღვის წილი სახარების განახლებაში ან ის გადაწერაში. ეს ბევრი არის ძალიან კარგი არის გვარისათვის. მადლობა. და აი ხა მე რა შემიძლია ხა ისტორიაში აღარ შევარ ეს ღრმად. მე მინდა ვთქვა ისეთი დიდებული წარმომადგენლები, როგორც აი ქალბატონმა ნორამ ბრძანა, ხო, ბატონ თემურს ყველა იცნობს მთელი საქართველოს დიდებული პიროვნება. რო ვთქვა, რომ ჩვენ მღვდელაძეებს ესეთი გამორჩეული პიროვნება არ გვყავს, დიდი მეცნიერი ან დიდი მწერალი ან დიდი პოეტი, მაგრამ მე მაინც გამოვყავდი ორ ადამიანს, რომლებიც ახლა ისინი ცოცხლები არ არიან. ერთი ჩემი მოსახელე ყავდა ნუგზარ მღვდელაძე, ეს პიროვნება იყო ესე იგი ბიოლოგი პროფესიით, ის არის რამოდენიმე სახელმძღვანელოს და კარგი ნაშრომების ავტორი და როდესაც ვქონდა მე ბიოლოგებთან საუბარი, ამ ნუგზარ მღვდელაძეს ყოველთვის კარგ მეცნიერად თვლიდნენ მის ნაშრომებს, ძალიან მაღალ შეფასებას აძლევდნენ და თვლიდნენ, რომ ის იყო ძალიან კარგი დადებითი პიროვნება და ეს მე ძალიან მახარებს. მე სულ ორჯერ ვარ შეხვედრილი ამ პიროვნებასთან, მისაუბრია და ძალიან კარგ შთაბეჭდილებას ტოვებდა და დასანანი იყო მთელი გვარისთვის შემდეგ მისი გარდაცვალება. ის ასევე იყო დასის წევრი, ასეთი პოლიტიკური ორგანიზაცია გახსოვდნენ. არსებობდა ეროვნული მოძრაობის დროს ვახტანგ ხმელაძე, თემურ შავიშვილი იყვნენ დამფუძნებლები. იმ ორგანიზაციის წევრი გახდა და 90-იან წლების ბოლოს ბატონ ნუგზარს მიჰყავდა ტელეგადაცემათა ციკლიც ერთ-ერთ არხზე. მეორე პიროვნება, რომელიც ასე შეიძლება ითქვას მღვდელაძეთან მხრიდან დიდ პატივისცემას იმსახურებს, გახდა ბეჟან მღვდელაძე, რომელიც ქუთაისში ცხოვრობდა. მას დამთავრებული ჰქონდა თბილისში სასწავლებელი საინჟინრო ეკონომიკური კუთხით და ბატონ ბეჟანს აქვს ძალიან საინტერესო კვლევები მსოფლიო ეკონომიკის განვითარებაზე. მან 2000 წელს გამოსცა ეს წიგნი, ეს კვლევა და ძალიან კარგი ნაშრომები აქვს საფრანგეთის საგადასახადო სისტემის, ეკონომიკის და ფრანგული თვითმმართველობის შესახებ. ეს ძალიან საყურადღებო ნაშრომებია და იყო უზომოდ შეყვარებული სოფელ ღადიშზე და რაჭაზე მთლიანად. აი ბეჟან მღვდელაძეს აქვს კარგი ნარკვევი დაწერილი, ისე იგი რაჭის სოციალურ-ეკონომიკური განვითარება ასეთი წიგნი აქვს და იქ ისტორიულ ჭრილში არის გაანალიზებული რაჭის სოციალურ და ეკონომიკური ყოფა წინარე საუკუნეებში და რაღაც ორიენტირებიც არის დასახული, რა დარგები უნდა განვითარდეს რაჭაში, რომ რაჭა გახდეს მიმზიდველი უფრო როგორც ეკონომიკური, ისე ყოფითი თვალსაზრისით. ეს ძალიან საყურადღებო ნაშრომები ჰქონდა და აი მიუხედავად იმისა, რომ ეკონომისტი იყო ეს კაცი, ხო, 1-3-4 ულამაზესი ლექსია აქვს მიძღვნილი, ცოტა პოეზიაშიცადა და არც თუ ურიგოდ მიძღვნილი სოფელ ღადიშისადმი. მისი მშობლები ცხოვრობდნენ ბოლომდე ამ სოფელში, დედა და მამა და 5-20 წლის წინ გარდაიცვალნენ. ეხლა ამ სოფელში არც ერთი მღვდელაძე აღარ ცხოვრობს. ანუ ძირი ფაქტიურად დაუკარგეთ. იქ 10-12 სახლია, ეს მღვდელაძეთა უბანია ღადიში. 10-12 სახლი დგას, მაგრამ როგორ ასე ზაფხულში თუ ჩადიან თბილისიდან ქუთაისიდან ფუნქციას ასრულებს ზაფხულში. ეგ არის და დასანანია როგორც საქართველოს ბევრი კუთხეში. ხო, ეს ვიცით ეს ტკივილი ჩვენიერი ხედი იშლება, აი რომ გადახედავთ იქიდან რიონი ჩანს ხელისგულზე, მთელი რიონის ხეობა. ძალიან კარგი ლამაზია. რაიმე წიგნი ან ბროშურა ხო არ გაქვთ გამოცემული?
ბატონ ბეჟანს აქვს. არ გააქვს. მე არ წარმომიდგენს. არ წარმომიდგენს. თქვენ უკვე გასაგებია ბატონ თემურის აქვს გაკეთებული. ეხლა რა გინდათ უთხრათ თქვენ გვარს თუ რამე გაქვთ სათქმელი მიმართეთ, იმიტომ რომ ეს გადაცემა ხვალ საღამოს 10 საათზე გავა პირდაპირ ეთერში, ამიტომ რა შეგიძლიათ მიმართოთ უთხრათ თქვენ გვარს, შეგიძლიათ უთხრათ კალოდურმა მიმართა უკვე გვარს. ეხლა თქვენ მე რა მინდა თქვა ჩემი გვარის მე მინდა რომ ფესვები ყველაზე არ დავკარგოთ. ეს მე არა მარტო ჩემი ტკივილია, ზოგადად დაცლილი ღადიში, არამედ მთლიანად გვარის. და შეიძლება თქვას ეს ეროვნული ტკივილიც არის. მაგრამ იმისთვის რომ დაუბრუნდეს კერას, ფუძის დედას გვარის წარმომადგენელი დემოგრაფიულმა მდგომარეობამ უნდა შეგვიწყოს ხელი. ადამიანი უნდა არსებობდეს. კაცი უნდა არსებობდეს. თუ ჩაიგედება საზოგადოებრივი გასვლები იქნება ძალიან მე სურვილიც უნდა არსებობდეს. იმიტომ რომ თუ გივინმე წამოიდგა ფეხი ყველა გარბის დღეს. ვფიქრობ რომ ხო ძალიან ცუდი მდგომარეობა არის ამ ხრივ საქართველოში. ჩაკეტვა და ძალადობა მე მგონი არ გაგუძება უშველის ბატონო ირაკლი ხეს. ჩაკეტვა არ სურვილის გაგუძება ქართველებში. ინტერესი თავრობიდანაც უნდა ცოტა წახალისება რომ აი მაგალითად ფუძეზე რო იცხოვრებს და სოფელში ადამიანი რაღაც მეტი წახალისება უნდა ქონდეს. აღარ არის აღარც კინოები, აღარაფერი აღარ არის საერთოდ იქ და მარტო მაბადიეთ დაფინანსება ტრაქტორის და მოსავლის იქ ბიზნესმენზე ეს არაფერს არ ნიშნავს. რომ დაიქირაოს იმანაცის მუშები ხალხი არავინ ცხოვრობს იქ. მაგ კი არა ზოგიერთ სოფელში მაბადიეთ და მიცვალებულს ვერ გრძალავენ რომ აღარ არის ხალხი. ეს არის ძალიან ცუდი და ამიტომ რაღაც ჩვენ თვითონ უნდა გავაკეთოთ გვარმა, გვარიშვილებმა. მთელი საქართველო არის გვარების, არ არის პიროვნება, რომელსაც გვარი არ ქონდეს, არ შეიძლება. ადამიანს, რომელსაც არ დაინტერესებს თავისი გვარის ისტორია, მე არ ვიცი ახლა რა ვიცი, მთელ მსოფლიოში გათვითცნობიერდნენ და აღარ იციან რას აღარ სწავლობენ. გამიგედა უცხოელების ისტორია იციან თავიდან ბოლომდე და ადამიანი რომელ გვარსაც ატარებს სახელი შეიძლება სხვადასხვა ქონდეს ადამიანს, მაგრამ გვარი ხომ შენი ჯიში და ჯილაგი ამ გვარით მინდის. და მისი სიკარგეც ბევრჯერ დამოკიდებული არის გვარზე. საქართველოს შედგება ამ გვარებისგან. საქართველოს რო ამბობთ, საერთოდ გულისხმობთ ადამიანებს. მარტო მიწითა და მარტო ხეებით და რაღაც სახლებით არ განისაზღვრება ადამიანები პიროვნებებზე არის. თუ პიროვნება არ იცხოვრა, აგერ თქვენ ბრძანეთ რომ სახლები აქვს ზაფხულში ადიან. უკვე დაიკარგა ის სოფელი წაიშალა. და ადამიანების გაქრობა ხდება იქედან თუ აღარ გიწერია პასპორტში მამის სახელი, არ გიწერია რომ ქართველი ხარ, ეროვნება, ბევრი რამეები და ეს უკვე ქრება მერე, იშლება. რომ აღარ აქვს მნიშვნელობა. რთულია. მე მგონია ჩვენი თავრობა გაითვალისწინებს იმას, რომ ჩვენ რეპლიკის სახით შეიძლება. კი ბატონო, ბრძანეთ. შეგი ჩვენ 2012 წელში დელაძემა შეუკვეთეთ არიან ქართლი არის ეს გენეალოგიური კვლევის ცენტრი და მათ მოიძიეს გვარის შესახებ ძალიან ბევრი ინფორმაცია. მე რასაც ვლაპარაკობ, მათი მოძიებულია და მათი დამსახურება კიდევ ბევრი რაღაც არის ეს ყველაფერზე ვერ ვიტყვი. მე ვფიქრობ, რომ საერთოდ ჩვენ ამ ცენტრთან ესეთ ცენტრებთან გენეალოგიური კვლევის ცენტრი ჩვენ გვყავს თანამშრომლობა. გვარის წინამძღოლთა დარბაზ ლევან ბერაია არის, რომელსაც მუშაობს მაღაზიაში, თვითონ ბიზნესმენია ეს პიროვნება, მაგრამ სრულიად უფასოდ, აი უყურეთ, არ ჭირდება მას. აი უყურეთ გვარები, რომლებიც არიან მცირე რიცხოვანი, აი 500 კაცზე ნაკლები, 500 ოჯახზე დაბლა, ჩვენ მათ ურეკავენ, ეუბნებიან, რომ აიცით რა, ჩვენ გვაინტერესებს, საიდან ვართ, ვინ ვართ, რა ვართ, იგივე გენეალოგიური ხის გაკეთება გინდათ თუ ბევრ რაღაცაში თუ თქვენ Facebook-ზე გაქვთ თქვენი გვარისის გვარების წინამძღოლთა დარბაზთან შემოდით და იქ ნახავთ ყველაფერს რომ გვარს რომელიც არის დაინტერესებ უბრალოდ დარეკეთ რა გინდათ
შეუკვეთეთ და ყველაფერი ისტორიკოსები გვყავს და ბევრი რაღაცეები არის ახლა აი თქვენი გადაცემა რასაც თქვენ ახლა საუბრობთ და რაც ვერ მოასწარით ეს შეგვიძლია ჩვენ გვაქვს საქართველოს რესპუბლიკა გაზეთი სადაც ბოლო შუა გვერდზე დაიბეჭდება ეს ყველაფერი რასაც თქვენ საუბრობთ სურვილი გაქვთ სურათების დაიბეჭდება ტელევიზიით გამოდის გვარის ისტორიებს ვიძიებთ რა არის იცი რაღაცას მაინც ვაკეთებთ იმ მომავალი თაობისთვის პრობლემაც იცოდნონ რო არის ბავშვი რო იზრდება სკოლაში მას სკოლაში არ ასწავლიან თავის გვარის ისტორიას ეს ცუდია დავალება მაინც უნდა იყოს რომ ამ ბავშვმა მოიძიოს რომ მცირე ისტორია მაინც იცოდეს თავის ამიტომ მე ვფიქრობ რომ როდესაც გადაცემა მიდის აი ჩვენი გადაცემა მას გაფაციცებით უნდა უყურებდნენ სხვა გვარებიც მაგრამ ის გვარები რომლებიც მონაწილეობას იღებთ ახლა თქვენ რასაც საუბრობთ მე ვიცი რომ ბევრმა თქვენმა გვარის წარმომადგენლებმა ის არ იცოდნენ საიდან მოდიან რამდენი არიან ფუძე სად არის რაზია სახელზე აწყობილი ბევრი გვარი მაგალითად არის სახელიდან წამოსული სხვადასხვა ის მე მაგალითად თელი ჩემი ცხოვრება ვიცოდი რომ ვიყავი იმერელი და აღმოჩნდა რომ ყოფილი რაჭველი რეგვაძეები სავადან ყოფილი ვარ წამოსულები თელი ცხოვრება ვიცოდი მით უმეტეს 70% იმერეთში ცხოვრობს რეგვაძეების 5500 ვართ და ბრეგაძეები იგივე განშტოება იგივე წარსული ყველაფერი უბრალოდ ასოშია შეცდომა გამოვარდნილია ბრეგაძე ბრეგვაძე და მე დამწერლობის პროცესში წავიდა და ეს გვარიც ცალკე გამრავდა ჩემო ძვირფასებო მე დიდი მადლობა მინდა კიდევ უთხრა იმ გვარის წარმომადგენლებს და აგენ პიროვნებებს რომლებიც აი რა არის იცით ეს არის ძალიან კარგი რომ თქვენს მომავალ თაობას მთელ საქართველოს არ დაუკარგოთ ხალხო ნუ დაუკარგავთ თუნდაც საკუთარი გვარის ისტორიას მე მგონი ქართველი გვარის 99% არასასირცხვილო გვარებია არ უნდა გწვენოდეს საამაყო უნდა იყოს გმირები არიან ეს ადამიანები ჩვენი წინაპრები მე ძალიან სირცხვილად მიმაჩნია ის ახალგაზრდას და ის პიროვნებაც რომელმაც არ იცის თავისი წინაპრების მაბადიეთ საფლავები არ უვლის მას და ავათხსენებული მაშინ აკრძალული ჰქონდა ჩვენ კომუნისტების დროს საფლავზე გასვლა მაგრამ ვისაც სურვილი ჰქონდა ის მაინც ახერხებდა გასვლას და ეხლა აღარავინ გიკრძალავს დედალოცვილიშვილო და ბალახი რო გადაივლის შენი წინაპრის საფლავზე ეს ძალიან დიდი სირცხვილი არის ხო ეხლა ჩვენ გადავწყვიტეთ გვარის წინამძღოლთა დარბაზმა რომ ვთხოვოთ გვარის წინამძღოლებს საიდანაც არიან წარმოშობით რომ თავიანთ სოფელში აი მაგალითად ხო არის სოფელი რო სადაც თავისუფლად ჩალაბაშვილები ბევრი ცხოვრობენ ერთი ჯვარი დადგან რამე თუ სახლიდან რო გამოდის პიროვნება ბავშვი თუ ვინც დედა მას პიჯვარს გადაწერს ჯვარს ვატარებთ ჯვარს დიდი ძალა აქვს ამიტომ გადავწყვიტეთ ეხლა რომ ყველა სოფელში დაიდგას თითო ჯვარი როგორც აი ძალიან კარგი წამოწყება იყო გავადროშიანოთ საქართველო ისე არის ძალიან კარგი რომ ყველა სოფელში იყოს ჯვარი დადგმული რომ მიცოდნონ რომ ეს ქრისტიანული სოფელია და ქრისტიანები არიან და უყვარს და ჯვარი გვფარავს დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ჩემო ძვირფასებო ვინც გვიყურებთ დარეკეთ ტელეფონზე და რა ინფორმაციაც გითხარით რომ ორში ილეაობას გასვლეთი გვაქვს ბორჯომში შეუძლია გვარის წარმომადგენელს თუ გვარის წინამძღოლი ან ვინმე ვერ მოდის ჩაერთოთ ამაში წამობრძანდეთ ჩვენთან ერთად აღნიშნოთ ილეაობა და გვარი კიდევ რომელიც იცით რომ არ არის დალოცვილი დაგვიკავშირდით დავეხმარებით დაილოცება კავშირის შექმნაში დავეხმარებით სრულიად უსასყიდლოდ ეს ყველაფერი კეთდება სრულიად უსასყიდლოდ რამე თუ ჩვენ ძალიან ბევრი ქალბატონები გვყავს გვარის წინამძღოლები ერთი შემეკითხა რომ მოგვიწია შეკრება რამოდენიმე 30 მამაკაცი იყო და
იქ შეკითხოთ ამის ასეთი რომ გვარის წინამძღოლებიო ქალბატონები არ არიან ჩემო ძვირფასებო აგერ წარმომადგენელი გყავს და ძალიან ბევრი გვარის წინამძღოლი არიან ქალბატონები შეუძლიათ იგრევე გახდნენ გვარის წინამძღოლები ქალბატონები იაქტიურეთ დიდი მადლობა რომ გვიყურებთ უფალმა დაგლოცოთ